მოგესალმებით. ამ ვიდეოში იქნება პასუხები, რომელსაც თქვენ ელოდებოდით. გავარკვიოთ თუ რამდენ კითხვას უპასუხეთ სწორად. პირველი ამოცანა. სამ ჩამრთველსა და ნატურაზე თუ როგორ გამოვიცნოთ რომელი ჩამრთველი რთავს ნატურას. გვაქვს ოთახში ერთხელ შესვლის უფლება, ამიტომ შეგვიძლია ჩამრთველებით ავნუმროთ პირველი, მეორე და მესამე ჩამრთველებად. სანამ ოთახში შევალთ, პირველი ჩამრთველი ჩავრთოთ ცოტა ხნით და ისევ გამორთოთ. ამის მერე ჩავრთოთ მეორე ჩამრთველი და შევიდეთ ოთახში. თუ ნატურა ანთებული და გვხვდა, იქნება მეორე ჩამრთველი. თუ ნატურა იქნება ცივი, იქნება მესამე ჩამრთველი. და თუ ნატურა და გვხვდება თბილი, იქნება პირველი ჩამრთველი, რადგან ჩვენის ცოტა ხნით ჩავრთეთ. შემდეგი ამოცანა. 5 ლიტრიანი და 3 ლიტრიანი ბოთლებით როგორ მივიღოთ 4 ლიტრი წყალი? ამ კითხვაზე პასუხი შეგვიძლია მარტივად გავცეთ. ავიღოთ ცარიელი 5 ლიტრიანი ბოთლი, რომელშიც 3 ლიტრიანი ბოთლით ჩავასხამთ წყალს. უკვე ვიცით, რომ 5 ლიტრიან ბოთლში არის 3 ლიტრი წყალი. ისევ ავავსებთ 3 ლიტრიან ბოთლს და 5 ლიტრიან ბოთლში მხოლოდ 2 ლიტრის ჩამატება იქნება შესაძლებელი. აქედან გამომდინარე, 3 ლიტრიან ბოთლში დაგვრჩება 1 ლიტრი წყალი. უკვე 5 ლიტრიან ბოთლს დავცლით და ჩავასხამთ 3 ლიტრიან ბოთლში დარჩენილ 1 ლიტრ წყალს. ამის შემდეგ ისევ ავავსებთ 3 ლიტრიან ბოთლს და გადავასხამთ 5 ლიტრიან ბოთლში, სადაც უკვე 1 ლიტრი წყალი ასხია და მივიღებთ 4 ლიტრ წყალს. შენ ხარ მდინარის პირას, სადაც მგელი, თხა და თივაა. გაქვს აგრეთვე ნავი, რომლითაც შეგიძლია თივა გადაიტანო, ან რომელიმე ცხოველი გადაიყვანო. მაგრამ თუ თივას და თხას ერთად დატოვებ, თხა შეჭამს თივას. თუ თხას და მგელს დატოვებ, მგელი შეჭამს თხას. ამ შემთხვევაში პირველი, რაც უნდა გადაიყვანო, ეს არის თხა, რადგან მგელი და თივა ერთად უსაფრთხოა. როცა გადაიყვან თხას, გამობრუნდები და წაიღებ თქვათ თივას. უკან დაბრუნებისას კი ისევ წამოიყვან თხას, რომ თივა არ შეჭამოს. ახლა კი თხას დატოვებ მარტო და წაიყვან მგელს. უკვე მდინარის მეორე ნაპირზე გყავს მგელი და თივა დატოვებული. ისევ მობრუნდები და წაიყვან თხას. ამ მოქმედებით შენ ყველა უსაფრთხოდ გადაიყვანე მდინარის პირას. ამოცანა 12 მონეტაზე, რომლიდანაც ერთი მონეტა ყალბია, ან ცოტა მძიმე, ან ცოტა მსუბუქი. გვაქვს სასწორი, რომელიც ორი მხრიდან წონის. გვაქვს აგრეთვე 3 აწონვის უფლება, რომ გამოვავლინოთ, რომელი მონეტაა ყალბი. პირველ რიგში მონეტები დავნომროთ 1-დან 12-მდე. პირველი, მეორე, მესამე და მეოთხე მონეტა დავდოთ სასწორის ერთ მხარეს, ხოლო მეხუთე, მეექვსე, მეშვიდე და მერვე მონეტა დავდოთ მეორე მხარეს. თუ სასწორი აჩვენებს თანაბარ წონას, გამოდის, რომ ყალბი მონეტა მე-9, მე-10, მე-11 ან მე-12 მონეტაა. ამის შემდეგ სასწორის ერთ მხარეს დავტოვებთ პირველ და მეორე მონეტას, რადგან ვიცით, რომ ეგ მონეტები არ არის ყალბი და სასწორის მეორე მხარეს დავდებთ მე-9 და მე-10 მონეტას. თუ ისევ ზუსტი წონა აჩვენა, სასწორის ერთ მხარეს დავდებთ პირველ მონეტას და მეორე მხარეს მე-11 მონეტას. თუ ზუსტი წონა აჩვენა, ისევ გამოდის, რომ მე-12 მონეტაა ყალბი. ახლა განვიხილოთ მეორე ვარიანტი, სადაც პირველი, მეორე, მესამე და მეოთხე მონეტის აწონვისას სასწორმა არ აჩვენა ზუსტი წონა. ვთქვათ, პირველი, მეორე, მესამე და მეოთხე მონეტა სადაც დევს, ის მხარე უფრო მძიმეა და დაწევნილია. მეორე აწონვაზე დავდებთ პირველ და მეორე მონეტას და გადმოვიტანთ მეხუთე და მეექვსე მონეტას, ხოლო მესამე მონეტა და მეოთხე მონეტას გადავდებთ გვერდით. მეორე მხარეს დავდებს მესამე მონეტას, მეშვიდე მონეტას, მე-9 მონეტას და მე-10 მონეტას, რომლებიც ვიცით, რომ ყალბი არ არის. ანუ სასწორზე არ გვიდევს მეოთხე მონეტა და მერვე მონეტა. თუ სასწორი აჩვენებს ზუსტ წონას, მივხვდებით, რომ მეოთხე და მერვე მონეტიდან არის რომელიმე ყალბი და მესამე წდაზე გავარკვევთ. თუ პირველი მხარე ისევ მძიმე აღმოჩნდება, გამოდის პირველი, მეორე ან მეშვიდე მონეტაა ყალბი და მესამე წდაზე ავწონით პირველ და მეორე მონეტას. თუ ტოლი იქნება მეშვიდე მონეტა, გამოდის ყალბი. თუ რომელიმე იქნება მძიმე, მაშინ ეგ მონეტა გამოვა ყალბი. მაგრამ თუ სასწორი მეორე აწონვაზე აჩვენებს, რომ პირველი მხარე უფრო მსუბუქი გახდა, ამ შემთხვევაში მე-5, მე-6 ან მესამე მონეტაა ყალბი. მესამე წდაზე შეგვიძლია მე-5 და მე-6 მონეტა ავწონოთ. თუ ტოლი იქნება, მაშინ გამოდის, რომ მესამე მონეტაა ყალბი. შემდეგი ამოცანა, თუ როგორ უნდა გადავიდეს ხიდზე 4 ადამიანი 17 წუთში მხოლოდ ერთი ფანრით, სადაც მხოლოდ 2 ადამიანს შეუძლია ერთდროულად გადავიდეს ხიდზე. ყველა ადამიანს სხვადასხვა დრო ჭირდება ხიდზე გადასასვლელად. ერთი გადადის 1 წუთში, მეორე 2 წუთში, მესამე 7 წუთში და მეოთხე 10 წუთში.
პირველი ორი ადამიანი, ვინც ხიდზე უნდა გადავიდეს, ეგენი არიან, რომლებსაც 1 წუთი და 2 წუთი სჭირდებათ ხიდზე გადასასვლელად. უკან უნდა მობრუნდეს, რომელსაც 1 წუთი სჭირდება ხიდზე გადასასვლელად. გამოდის 3 წუთში გადასვლა და მობრუნება მოასწრო. ხოლო ხიდის მეორე ბოლოს ადამიანია, რომელსაც 2 წუთი სჭირდება ხიდზე გამოსასვლელად. ახლა კი ხიდზე უნდა გადავიდნენ ადამიანები, რომლებსაც 7 წუთი და 10 წუთი სჭირდებათ. როცა ხიდზე გადავლენ, 13 წუთი იქნება გასული, რადგან 3 წუთი მოუნდა პირველ ორ ადამიანს გადასულიყვნენ და 1 უკან მობრუნებულიყო. შემდეგ, ვისაც 2 წუთი სჭირდება ხიდზე გადასასვლელად, ეგ გადმოვა ისევ. გამოდის უკვე 15 წუთი იქნება გასული. ისევ გადავლენ ხიდზე, რომლისთვისაც 2 წუთი ეყოფათ. მთლიანობაში კი 17 წუთში ჩაეტივნენ 4-ვე ადამიანი. შემდეგი ამოცანა ციცაბო კლდეზე, სადაც გაქვს 75 მეტრიანი თოკი და დანა, შენ უნდა შეძლო ამ ორი ნივთით კლდიდან უუნებლად ჩამოსვლა. კლდის შუაში არის ხე, რომლამდეც ჩამოსვლა და თოკის მობმა შეგიძლია. პირველ რიგში, თოკი უნდა გადავჭრათ 25 და 50 მეტრებად. 25 მეტრიან თოკს ერთ მხარეს გავუკეთებ მარყუშს, მეორე მხრიდან მივაბამთ ხეზე. მარყუშში კი 50 მეტრიან თოკს ნემსის და ძაფის პრინციპით გადავკიდებ, რომელიც 25 მეტრიან თოკს დააგრძელებს კიდევ 25 მეტრით, რომლითაც შემეძლება კლდის შუა ადგილამდე მივიდე, სადაც ხე არის. როცა ხემდე მივახცევ, 50 მეტრიანი თოკის ერთ მხარეს ჩამოვწევ და მარყუშიდან გამოვაცურებ. ამ მოქმედებით კლდის შუამდე მიღწეულს მექნება 50 მეტრიანი თოკი, რომლითაც შევძლებ დაბლა ჩასვლას. იმედია, ყველა ამოცანის პასუხი გაიგე. თუ რამე კითხვა გექნება, შეგიძლია დამიწერო კომენტარებში. მადლობა ყურადღებისთვის.